მოგესალმებით. ქართული ოცნების რეჟიმმა დღეს მორიგ-ჯერზე დაადასტურა, რომ მისთვის საქართველოს ნებისმიერი წარმატება არის სრულიად მიუღებელი. დღეს სრულიად ევროპული კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქალბატონმა კალასმა განაცხადა, რომ ევროპა მზადაა საქართველოს ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაციის საკითხი აქციოს მოლაპარაკებების ერთ-ერთ საგნად ევროკავშირსა და რუსეთს შორის. ეს არის წინადადება, რომელსაც ორი ხელით მიესალმებოდა ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის მოყვარული ხელისუფლება. მეტიც ეს არის ისეთი რამ, რასაც თვითონ ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, ლობირებდეს, რასაც უნდა მუშაობდეს დაუღალავად და რისთვის უნდა იღწვოდეს 24 საათი კვირაში 7 დღე. მაგრამ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პრემიერმა პასუხად ევროპას მორიგ-ჯერზე დაუწყო თითის ქნება, რადგან ეს არის დავალება, რომელიც მან უნდა შეასრულოს. კობახიძეს, რომელიც გუშინ იმასაც კი ვერ იხსენებდა, თუ როგორ სცემდა ხარება ადამიანებს საკუთარ მანქანასთან 1 წლის წინ, იგივე კობახიძე შეუძლია დღეს გაიხსენოს, რომ თურმე 10 წლების განმავლობაში ევროპული ბიუროკრატია ქართველი ხალხის წინააღმდეგ ყოფილა მომართული. დიახ, ის ევროპული ბიუროკრატია, რომელიც 10 წლების მანძილზე აფინანსებდა ქართველი ერის განვითარებას, ქართული სახელმწიფოს და დემოკრატიის წინსვლას. ის ბიუროკრატია, რომელსაც მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი და მოგცა შანსი გადაგვედგა ნაბიჯი კეთილდღეობისა და მშვიდობისაგან. ის ბიუროკრატია, რომელიც ქართულ სოფლის მეურნეობას, განათლების სისტემას, ჯანდაცვის სისტემას და ჩვენს სახელმწიფო ვარშს აფინანსებდა და ეხმარებოდა 10 წლების განმავლობაში, თურმე ყოფილა ის, ვინც არ არის ქართველი ერის მხარეს და კობახიძე, რომელიც თავის თანაგუნდელებთან ერთად სპობდა და ღლეტდა ჩვენს ღარიბ ერს და კიდევ უფრო უმცირებდა და უმცირებს იმ შანსებს, რაც ჩვენ როგორც იქნა ისტორიული ხდომილების წყალობით მოგვეცა, თურმე აი ეს კობახიძე ყოფილა ქართველი ხალხის მხარეს და აი ამ კობახიძის გუნდმა მოახერხა, რომ გაეძარცვა ისე და ისე იმ ხალხის ბიუჯეტი, იმ ერის ბიუჯეტი, რომელსაც ყავს მშიერი ბავშვები, რომელსაც წამალს არ ყიდულობს სახელმწიფო და მოხუცები, რომელიც ძალიან გაუსაძლის ამ მდგომარეობაში. ძლიერი საქართველოს ცხადია მიესალმება საქართველოს ძალიან ერთგული მხარდამჭერის და მეგობრის ქალბატონი კალასის ამ წინადადებას და რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია არ დავიშუროთ ძალისხმევა და გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა რეჟიმისაგან, რომელიც მიზანმიმართულად ჭრის იმ ტოტს, რაზედაც ყველაფერი ქართული და ყველაფერი სტაბილური, ეროვნული და ევროპული იყო და არის ტრადიციულად დამყარებული. და რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია შევქმნათ ეროვნული ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენი საგარეო პოლიტიკური არჩევანის სამსახურში, რომელიც გამოიყენებს ყველა იმ შანსს და შესაძლებლობას, რასაც ევროკავშირი თავაზობს ქართულ ხალხს ჩვენი საუკეთესო ეროვნული ინტერესების გასახორციელებლად.